რას დავბედით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ სპეციალური გამოშვებით. სანამ დავიწყებთ, ჭკუას იზამ თუ მოიწონებთ ჩემ პოდკასტს ნებისმიერ პლატფორმაზე, YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მით უმეტეს რომ დღეს ოპოზიცია უნდა ვლანძღო, პროჭორვილელებზე მეტად. PSB ბორის ივანაშვილის ხელით ეტაპობრივად მიყვება გეგმას. 13 წლის თავზე უკვე დადგა მომენტი, როცა საქართველოს უარი უნდა ათქმევინოს ევროპულ პერსპექტივაზე, ყველანაირზე. 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქართველოს მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა. იყო მიმართული მხოლოდ ერთი მიზნით, რომ რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. PSB-ს ეს გეგმა მართლა კარგად აქვს მოფიქრებული. ევროინტეგრაციის სანაცვლოდ აბსოლუტურად გენიალურ კომბინაციას გვთავაზობს. თქვენ ქართველები უარს ამბობთ ევროკავშირსა და ნატოზე, საჯაროდ მიხვდით მებოდიშს, რომ მე და ხოცეთ გაგაუპატიურეთ, სახლებიდან გამოვყარეთ და მიწა წაგართვით. სამაგიეროდ მე იმ 22%-ს ვიმყოფინებ, რაც 92 წლიდან დღემდე წაგლიჯეთ, მივიმატე და მივიბურდერიზაციე და ახალ ომს არ ვიწყებ. ჯერჯერობით. თანაც არც მე ამცალია ახლა თქვენთვის იმხელა ომი მაქვს უკრაინაში წამოწყებული, იქიდან არ ვიცი როგორ გამოვწვრი. ხოცის მთელი პროპაგანდა ახლა ამაზეა აწყობილი. ბაბაიას თუ დაუძახებ, აღარ გავახსენდები და აღარ შემჭამსო. არადა, ამდენი საუკუნეა პოლიტიკური კავშირი გვაქვს ამ ქვეყანასთან და ყველა საუკუნიდან ერთადერთი გამოცდილება მოყვება, ღალატი და აგრესია. ზოოფილი და პედოფილი გიორგი რუსი დაწყებული. პრობლემა მხოლოდ პროჭორვილელი არაა, ვინც ნერგავს PSB-ს, ვიმეორებ ძალიან ჭკვიანურ თეზისებს, მესიჯებს. პრობლემაა ოპოზიციაც, რომელიც პირდაპირ ვიტყვი და აქვს უფლება ეწყინოს ახლა იტკიცოს ყველანაირად გაურბის ამ თემის განხილვას. უკვე რამდენი არჩევნები ჩაატარა ისე რომ სრულიად გამიზნულა დაემალა პროჭორვილელთა მთავარ თეზისს. აბა ომი გინდა? რატომ დაემალა? მოდი ეგეც პირდაპირ ვთქვათ. საკუთარი კვლევების შედეგად ჩათვალა რომ წლების განმავლობაში უკვე ამორჩევლის საგრძნობ ნაწილის ტვინში გაიდგა ფესვი PSB შემოთავაზებულმა ამ დილემამ და მასთან ბრძოლისა და ადამიანების დარწმუნების ნაცვლად ოპოზიციამ საერთოდ გაჩუმება არჩია. ვითომ თემა არ არსებობს. ვითომ ომით არავინ არავის აშინებს, ვითომ გარშემო არ დადის 10,000 ტვინ გამორეცხილი ადამიანი ხმის უფლებით. ვინც მზადაა საკუთარი სულმოკლეობა სტრატეგიული პოლიტიკით ახსნას. მე იარაღიც რომ ავიღო, მაგას ვერ მოვერევი და ჯობია გავჩუმდე, თორემ მართლა აიღებენ თბილისს. და რა ვქნა, ცხინვალი თუ აიღო, სოხუმი და გაგრა თუ აიღო, ფეხბურთი თუ ითამაშე ჩემბიძაშვილის თავით, მაგას შევეგუები როგორმე. დიახ, ასე ფიქრი ასეთებისთვის კომფორტულია. სინდისის კენჯდანს ნაკლებად გრძნობ, რომ ქვეყანას შენი არსებობით ვერაფერს მატებ და სიმღერა ხმალიავლესოთ, მხოლოდ მეხუთე ჭიქის მერე გიხსნის საღერღელს. ოპოზიციამ არ ეძება საჭირო სიტყვები და ფორმულა რა ეპასუხა PSB-სთვის, რომელიც ერთნაირს ლაპარაკობდა ბორია ივანაშვილის, თეა წულუკიანის, დოდოშკა ხურცილავასა თუ უბნელი ვიღაც მეტადონშიკი ბაბულიკების პირით. აბა ომი გინდათ? აგერეკად ჩამოვიდოდი, მოგარიგებდით. აი, მაგის პოლიტიკური ვარიანტია. ჩემი სასწავლი არ უნდა ქონდეთ, მაგრამ ყველაფერს, უკლებლივ ყველაფერს, რასაც ბორია და PSB აწყვეტებენ საკუთარ ამორჩეველს, ამ ყველაფერს ერგება პასუხი, რაც მეტად დაემალებით ემას, მით მეტ სტიმულს მისცემ ირაკლის არქუაზე. შალიკო რამიშულსა თუ ხათუნა ხოფერიას ზუსტად ამ თემას ჩააჭირო. იქ სადაც არგუმენტების პოვნა არ გინდა, სადაც ჩუმდები, მოწინააღმდეგეს აქვს სრული კარტბლანში. ეგაა მიზეზი, რომ ამდენი წელია და ამდენი არჩევნები ომით დაშინება პროჭორვილელის მთავარი იარაღია და ნაღდი რუსივით ის იცვლის, რომ რაც უფრო არაეთიკური და ბროტული იქნება პროპაგანდა, უკეთ იმუშავებს. მოდი ვაღიაროთ, ხოცმა როგორც მორალისგან და პრინციპებისგან სრულიად დაცლილმა ორგანიზმმა უბრალოდ წამოიკიდა ოპოზიცია. ოპოზიცია, რომელმაც ვერაჯობა თავს და ვერ აყვა ამორალურ პროპაგანდაში. ამის გაკეთება არ შეიძლება, ამაზე დაცინვა არ შეიძლება, ასეთი მახინჯი დაიბადა რაკნას, ამის თქმა არ შეიძლება, ამის შეხება არ შეიძლება. ხოცთან ეგენი არ მუშაობს, ზემბუდადებო. უფრო ზუსტად, მუშაობს, მაგრამ ხოცის სასარგებლოდ და თქვენს წინააღმდეგ. იმან არ იცის, რას ნიშნავს სინდისის კენჯდა, მორალური ჩარჩოები, მუხრუჭები. ეგ სიტყვებზე ბრახაბრუხია პროჭორვილელისთვის. ამიტომ ცოტას თუ დაუწევთ თქვენს ესთეტიკურ მოთხოვნებს და ოდნავ, სულ ოდნავ ჩამოქვეითდებით მორალური პიედესტალებიდან, განსხვავებას იგრძნობთ მაშინვე. პირველ რიგში კი უნდა მოხსნათ ტაბუ ხოცის მთავარი იარაღის.
აბა ომი გინდას განხილვას და პირდაპირ თქვათ, რომ არ გინდათ. და ზუსტად ამიტომ ირჩევთ ევროპას, რომ ომი რუსეთთან დაახლოებაა, მშვიდობა კი ევროპაში ინტეგრაციაა. და ეს უნდა ახსნათ. კონტინენტის ისტორია არაჩვეულებრივ მასალას გაძლევთ, რომელსაც თქვენ ოპოზიცია არ იყენებთ. ცნობიერად, იმიტომ რომ რაღაც კვლევებს ენდობით. თქვენ ცნობიერად კი იმიტომ რომ არ ენდობით ამ ოფჩევლის ანალიზის უნარს. რატომ ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილის სანქციებით და მეორე ხელით რატომ ითხოვენ მეორე ფრონტის გახსნას? ამაზე ხალხს უნდა ესაუბრონ, ქართულ ხალხს თუ არიან ღირსეულები, მაგრამ ღირსება მათ არ აქვს. გვახსოვს უამრავი მოწოდება ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნითაც მინიშნებები, რომ ჩვენ უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი საქართველოში. პირდაპირ ჩართვა ომში. მიზანი მხარედ დაფიქსირდეს საქართველოს სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში. თქვენს მარიფაძეა ძმებო დამოკიდებული. მარტივ ადამიანებს მარტივად აუხსენით, უფრო კრიტიკული აზროვნების მქონე ამ ოფჩევას უფრო დეტალურად და დასაბუთებულად. მაგრამ ეს თემა აუცილებლად უნდა გამოგლიჯოთ პროჭორილელებს. ფესბეს არ უნდა კონდეს სრული ექსკლუზივი, როდესაც საუბარი ომისა და მშვიდობის საკითხებზეა. ეს არ უნდა იყოს მისთვის კომფორტული თემა, იმიტომ რომ ისტორია და პრაქტიკა სრულიად საპირისპიროს მოწყობს. რუსეთთან დაახლოება, რუსული ხელისუფლების დასმა ქვეყნის სათავეში არასდროს არ მთავრდება კარგი და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებით მოსკოვთან. არასდროს. 1 წელი, 2, 5, მერე აუცილებლად მობეზრდება თავის ტოლსტორად შენი ფორმალური აღიარებაც კი და აუცილებლად მოგიტრიალდება ჩასახლაბად. რაც უფრო მზად დახვდები მის გადამწყვეტ დარტყმას, მით მეტი შანსი გაქვთ გადარჩენის და წარმატების. აუხსენით არა მხოლოდ თქვენს, არამედ სხვის, ან ნეიტრალურ ამორჩეველს, რომ მხოლოდ რუსეთთან მეგობრობა არ გამოვა. იმიტომ რომ ამ სამყაროში რუსი მარტო აღარაა. რუსი საკუთარ თავსაც აღარ განიხილავს მარტოს. ჩემი თუ არ ჯერათ, აგერ დუგინს მოусმინე და წაიკითხეთ. მთავარ ევრაზიისა და კრემლის სტრატეგიული ხედვის ერთ-ერთ ბურჯს. უკვე დიდი ხანია რუსი შეეგუა და აწყობს სულ ახალ კონსტრუქციებს, რათა პლანეტაზე გავლენა არ დაკარგოს. ამ კონსტრუქციაში შედიან ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ზოგ შემთხვევაში ჩინეთიც. ამიტომ ამ ოფჩეველი თქვენ თუ სხვისი უნდა დააყენოთ არჩევანის წინაშე. კითხვაზე პასუხის გაცემის აუცილებლობის წინაშე. რუსეთი იქით იყოს და გინდა თუ არა სტრატეგიული პარტნიორობა აიათოლების ირანთან და კომუნისტების ჩრდილოეთ კორეასთან. მზად ხარ ამისთვის? შენ ქოცო და ვითომ შუაში სტო. მზად ხარ დიდი ზარზეიმით შენივე დადგმულ ერეკლე მეორე ზეკლთან დაიფიცო, რომ აიათოლების ირანი რაიმეთის ჯობს ყაჯართა სპარსეთს და რომ საქართველოსთვის გურჯისტანობის საშიშროება უბრალოდ მოხსნილია დღეს. თქვენ ოპოზიცია რაც მეტად გაჩუმდებით, მეტად იყრანტალებს იმედიცა და პოსტივიც, როგორ ირჩევენ თვით ევროპელები მშვიდობისა და აყვავების ნიშნად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და ტრადიციულ ევროპულ ინსტიტუციებზე ამბობენ უარს ამის გამო. რის ევროკავშირი არ გადამრიოთ. ან რა გვინდა იქ არისთვის მივდივართ. ნახე რა მოხდება. მე გეუბნები რომ იქ გადატრიალებები, დამხობები იქ ნახე რომ დაიწყება ეხლა რა. ამას და ამისანებს პასუხი სჭირდება. მით უფრო რომ პასუხი არსებობს. არსებობს რიცხვებში, ფაქტებში. მაგალითად, ბოლო კვლევებში, რომელთა მიხედვით ნატოს ევროპული ქვეყნების მოქალაქეთა 70% დღეს რომ აძლევდეს ხმას, აუცილებლად დაუჭერდა მხარს თავისი ქვეყნის ყოფნას ამ ალიანსში. წინააღმდეგი მხოლოდ 14% იქნებოდა. ყველაზე მეტად ნატოს წევრობა მოსწონ თურმე პოლონელებსა და ალბანელებს, ყველაზე ნაკლებად სლოვენიელებს. თუმცა მომხრეთა რიცხვი ნახევარს იქაც კარგა მაგრად აჭარბებს. ააყოლეთ და ჩააყოლეთ რუკაზე თვალი ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან უფრო ახლოს არიან. ალიანსის წევრობის სურვილის მაჩვენებელი იქ უფრო მაღალია. ამ ქვეყნებს აქვთ იგივე გამოცდილება, რაც ჩვენ. ოღონდ ქვიშაში თავის ჩაყოფასა და ქვიშის ზემოთ გამოსაჩენ ადგილას დაუცველი ტანის დატოვების ტაქტიკას არ მიმართავენ. კვლევებს თუ არ ენდობით იკვლიეთ თავად. რას აკეთებენ ქვეყნები, როდესაც აშკარად დგებიან რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების პერსპექტივის წინაშე? ისინი ერთიანდებიან ფორმალურ თუ არაფორმალურ ალიანსებში. კითხებთ ფინელებს, კითხეთ შვედებს, რამდენი ხანი დაჭირდათ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომ შესულიყვნენ ნატოში და რატომ ქნეს ეს? რა უპირატესობა აქვს კოლექტიურ თავდაცვას, კოლექტიურ ძალისხმევას, ევროატლანტიკურ ერთობას? რა უპირატესობა აქვს? ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს კითხეთ, რა გაწერიათ სახელმწიფოს გერბზე და რატომ? და მერე კითხეთ საკუთარ თავს. თუ ყველა თulis რომ რუსეთის პოტენციური აგრესიისგან საუკეთესო თავდაცვის გარანტია ძალის ერთობაა, რაღა საქართველოს და ქართველები ვეთიშებით ყველასა და ყველაფერს. და რატომ ვაბარებთ საკუთარ თავს იმას, ვისგანაც მთელი საფრთხე მოგდის? რატომ ვბარდებით? რატომ ვაბარებინებთ ტრისთვის ქვეყანას იმას, ვინც მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ არასრულფასოვნებისა და დამარცხებულობის სინდრომით გვაცხოვროს? მაინც უნიკალურია ქართველი. უფრო ზუსტად მისი სპეციალური ჯიში, გრუზინი. ყველაზე მეტად ამაყობს ომებით, რომლებიც მის მამა-პაპას გადაუხდია.
ყველაზე დიდ სამთელს უნდებს და ყველაზე დიდი სასმისით იმის ვაჟკაცობის ადგრძელოს სვამს. არა და ყველაზე მეტად ეშინია თვითონ არ მოუწიოს არათუ ბრძოლა, არათუ საკუთარი სახლის, საკუთარი ოჯახის, შვილების დაცვა, არამედ ჯარში სამსახურიც კი. და რატომღაც გონია რომ ოდინდელი, გუშინდელი თუ დღევანდელი მკვლელისთვის ბოდიშის მოხდით, მას რაიმეს გადააფიქრებინებს, რამეზე ააღებინებს ხელს. მით უფრო მასთან სიბნელეში სრულიად მარტო, უიარაღო და უმეგობრო დარჩენით. ეს იყო ვაშე გადაცემის სპეციალური გამოშვება თენგიზ გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა.